გარი კაცი რატო ვარ იცი? ჩემი დეიდაშვილი შარვალი. ნუ დათაგო ორი დაოჯახებული მეგობარი. შეხო დაოჯახებული? მაგრამ მე არ მეგობრებს. კვერცხი. არა, ეს არა, ნამდვილი კვერცხი. გააკეთა მანქანის ზრავისთვის იმიტაცია და ვოისად გაუგზავნა იმ მეგობარს, ვისი პოსტის სქროლვისას პირველი შეგხვდება. ო, რა კაია. მესამესაც თუ გაუკეთებ, შეიძლება Wi-Fi დავიჭირო. გამარჯობა, ეს არის ტელეფონტის შოუ, სადაც სტუმრები უხერხულ დავალებებს ასრულებენ თავიანთი ტელეფონებით. დღეს ჩვენი სტუმრები არიან ველდანის, ასტერიქსი და ფუტბარის ობელიქსი, ალექს რაგნიძე და აკაკი ქორიძე. ბრავო ბიჭებო, დიდი მადლობა რომ არსად არ წახვედით და მოხვედით სტუმრად. მადლობა. მაყურებელს აუხსნათ რატომ ხართ აქ. ეს არის სპეციალური ეპიზოდი. ჩვენმა გამომწერმა კომენტარებში დაგვიწერა რომ რაკენითო იციო? თქვენივე თავი მოიწვიეს სტუმრად. იმიტომ რომ სტუმრები ესე თქვა ამოიწურა, იმიტომ რომ ზოგი ჰოლივუდშია, ზოგი ახალ ალბომზე მუშაობს, მაგალითად Kanye West-მა რაღაც პირადი პრობლემები მაქვს და ვერ მოვალო. ამიტომ გადავწყვიტეთ რომ გამომწერის ექსპერიმენტი გამოიხორციელებინა და მოგვიწვიეთ თქვენ სტუმრად. მასპინძლები. მაყოფილები ხართ? მადლობა გამომწერს. მე ძალიან ბედნიერი ვარ. მიხარია. ოღონდ ახლა რა ხდება? ჩვეულებრივი ეპიზოდი ისედაც არ არის, მაგრამ უფრო რომ არ ყოფილიყო, თქვენ იმ დავალებებს და სასჯელებს შეასრულებთ, რომლებიც სტუმრებმა არ შეასრულეს. და თქვენ თავზე გამოცდით ამ სასჯელებს და დავალებებს და მიხვდებით, სტუმრებმაც კი რო ვერ შეასრულეს და არ შეასრულეს, იმას შეასრულეთ თქვენ. თუმცა იქიდან გამომდინარე რომ თქვენ ჩვენი ახლობლები ხართ, თანხა გავაორმაგეთ, მაგრამ მაყურებელს ვარ ეთქვა რომ ახლობლებზე გავაორმაგეთო, ეს გავარმაგებული გავანახევრეთ. და ისევ 300 ლარი დაგერიცხებათ ლიდერ ქარდზე და 100 ლარი სანაცვლოდ შეგიცვლით თქვენივე დაწერილ. ეს ხუმრობა იყო წავედიო? დაახლოებით 14 ჯერი. ყობა დაყარეს ეგ საჯელები. გადაყრილები მოვაგროვეთ. ზოგი მოედანზე იყო, ზოგი ქვევით იყო, ნუცუბისგან იყო ზევით და მოვაგროვეთ ეს გადაყრილები. გავაშვეთ, გავრეცხეთ, ქინძმენ და ჩაუტარეთ და როგორც ხედავთ, გოუდის ესე ვთქვათ, ზიპინი. დაახლოებით ხები რაც მელოდება მე პირადად. თუ უყურებთ ხოლმე ისე ჩვენ ტელეფონს. ლაივს გამოწერილიც მოქვს და როგორ შეგრძნება, როცა თქვენივე ბანანის ქერქზე გიწოდებათ ხელი? მე გულიერა ზემწყდება, იცი? აქ ზოგი დავალება შეიძლება საჯელი ისეთი იყოს. მე მოფიქრებული, რომელიც მეგონა რომ სტომარი გააკეთებ და რაღაცა გაწილე სტომარი. არა მე მაქვს ისეთი მოფიქრებული რომ ამას მაინც არავინ არ გააკეთებს, მაგრამ იყო სასაცილო. ამას მაინც გადააგდებენო, ხო? იყო. ან ძალიან სასაცილოა და თუ აიდა გააკეთა და ეხა მე მომიწევს მაგის გააკეთა. მაგრამ მე ვიტყვი რომ ერთი გადაგდების უფლება გვაქვს, ხო? ნახოთ. არა, რა გადაგდება, მაგიტომ მოვედი რომ ანუ აი, ყოჩა ალექს. მოკლედ ეს ყველაფერი მე მგონი იმსახურებს რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი ველდანი, ასევე გამოიწეროთ ალექსას არხი ველდანი, როგორც ვიცი და აკოს არხი ველდანი, ხო თქვენც? დიახ. რომელიმე ერთი მაინც გამოიწერეთ ამ სამიდან, თუ გინდათ რომ თქვენი დაწერილი კომენტარიც მოვიყვანოთ სისრულეში. დაიწყებს ის, ვინც გვეტყვის, თუ რამდენი ვიდეო გვაქვს ველდანზე განთავსებული. კაი, მე ვიტყვი. იყოს 80. ახლა 81 არ თქვა. 122 ვიდეოა დავთვალე სპეციალურად ახლა გონებაში. 80 და 122. 122. სინამდვილეში, ახლა ზაფხულია შორტებს არ ჩაგითვლით, ზაფხული მოდის უფრო სწორად, 246 ვიდეო გვაქვს განთავსებული და ეს იქნება 257. არა და შორტების ამინდი. თუ კარგად მოიქცევთ. რატო არ გვითვლით? ჯერ არ მოსულა ზაფხულიდან. ზაფხული რომ მოვა, შორტებსაც ჩაგითვლით და ალექსა უფრო ახლოს იყო, გილოცავ ალექს, შენ ვიცოდი, მე დათვლი. არაჩვეულებრივი გუმანი გამოავლინე. 120-ით აუწდი და მაინც მოიგე. რამდენი თქვი, იმდენით აცდე რამე ზუსტად. სპორტი არის ესეთი რომ ამდენით აწდები და მაინც მოიგე. გადაწყვიტე ვინ დაიწყოს და ვინ გააგრძელოს და ვინ დაასრულოს. როგორც უკვე გითხარით, აქ არის დავალებები და სასჯელები, რომელიც სტუმრებმა არ შეასრულეს. ავიღებთ ვარაც, ვნახავთ ვინ არ შეასრულა, ვიდეოსაც ვნახავთ და შემდეგ გადავწყვეტთ ჩვენს შევასრულებთ თუ არა. რა თქმა უნდა, შევასრულებთ. პირველივე ავიღებ. ნება შენია. სასჯელი, ესე იგი ტეტრისი რო ყავდა სტუმრად, ბენმა გადააგდო სასჯელი. ეს ხილი უნდა გატეხო შუბლი და თან უნდა მღეროთ. არ განიხილოს, არ გადავა ესეთია. აქ ორი სასჯელია, უნდა მღეროდეთ. ხო, შევასრულებ. სახალ. მომეცით თხილი და სიმღერის ნიჭი. ნიჭი არ ვიცი, მაგრამ თხილი აჰა. აი თხილი, ალერგია ხო არ გაქვს? არ მაქვს ალერგია, ანუ თხილს გატეხო, პრობლემა მოდი მიაგიჩვენე და მე მოიცა ნახეთ წვეტის მხრიდანო. აი ეს არის შედარებით ისეთი რომ გამიჭირდება, ხო? ფუყე. შუბლი მოერება. რა ვიმღერო? დაჰკარ. დაკარ, მაგრამ მე როგორ აიცი? დღე და ღამე შოვნაში. ვაიმე, მასო რამ წარე ყოფილი. დაკარ. თუ გინდა კეფით ქენი, მინდა? დაკარ. დღე და ღამე ლუკმაბურის შოვნაში.
ქრისტიანი ყოფილი, ჩვენ ეს პირველად გავიგეთ. მაგრამ ცუდი შეხვდა, აბა თავიდან გადაგა. არა, მორიცხულია. სული იყო? ისე რა, კი. აკომა იყოს კიდე პარონ, ძალიან მაგრად ითამაში. ვა, ვაჩა გაკი. კი ბატონო, ანუ ალექს. ვფიქრო ბერმა ტყილა გადააგდო. ჩემი ძაღლი ძალიან ერთად ვარ მოსული და ჩადი ქვემოთ? არა. დაგიძახე. წაგუკითხება. ასე იგი, დავალება ელენიკო და კალა. ნახოთ ვიდეო. გააკეთა მანქანის ზრავის ქვის იმიტაცია და ვოისად გაუგზავნა იმ მეგობარს, ვისი პოსტის სქროლვისას პირველი შეგხვდება. ო, რა კაია. ვიღაცას რა არ ეგონოს რომ კალამ უბრალოდ აირიდა ეს დავალება. ადრე წესი ესეთი იყო რომ ვიღებდით დავალებას და სასჯელს და უნდა აგერჩია რომელიც მოგეწონებოდა. შესაბამისად აირჩია სასჯელი და ამიტომ მოუწია დავალების გადაგდება. ანუ არაურიდებია კალას უნდა ითქვას სიმართლისთვის. ძალიან მომეშვა გულზე. მოიცა, ეგ აქ დადე ტელეფონი ძმა რა. არა, screen recorder-ი დუუში. screen recorder-ი ჩავდეთ და ავსკროლეთ და პირველივე არის გვანცა. მანქანის მოდელს აქვს მნიშვნელობა, BMW-ს ვაკეთებ, მაგრამ თუ გინდა გვანცა რას მოგწერს დაასე. ოღონდ შედარებით ახალი გამოშვება რო იყო. მაგარი მიმოწერა გვაქვს. ბილეთი აქვს გამოგზავნილი ევროპის ჩემპიონი, ერთად ხო ვიყავით და მაგდან ლეჟენ ხო იყიდეს და აქედან მიახლა მანქანის ხვას რო. ოღონდ ჯერ გაახურე თავიდან. ოკეი, წავიდა. აუ გაკვამლა. მოვისმინოთ აბა. რანაირი მანქანა. დრუჟბას უბრუნდა. დრამეს თუ მოგწერს არ მიწერო. შეგვატყობინე. ოპა. ცოტა გამონაბოლ ქვიც ქონდა რა. აკაკეთ ხო? აიღებ არა. აგვიკითხე აბა. სასჯელი ბასტო და გაბურო ყავდა ტეტრისის და ბასტო ნახოთ აბა ვიდეო. ჰამაკის. გაიგეთ თავზე რეზინი და როცა მოწინააღმდეგეს მომდება გამოკაჩავს და შუბლებს კაცულებს არაფერს არ შენ ბრონიშინები გასულია არაფერს როგორ მოგწონს თვითონ სასჯელი? ჩვენ არ გეკითხები. ძალიან მომწონს ეს სასჯელი და ძალიან გამიხარდა რომ გადააგდეს და აიცილეს და აი ჩემთანაც მოვა ეგეთი ის ისე მოფიქრებულია, შენი მოფიქრებული ხო? კი, ჩემი მოფიქრებული. შეიძლება ითქვას კარმა. ჩემივე შუბლით ვაგე პასუხს. შენ რაღაცა შუბლით ძალიან დაიტვირთა ხო? დაიტვირთა. მარტო შუბლებს რომ გადაყარეს რა. შუბლით დაწერე ხა დავალება რომ მომივიდე. რეზინი. კი. მაგრამ რაღაცა ჯადოსნური თუ რა ტყილა შემომქონდა ეს თუ შეგეძლო. რაღაც მაწვალები. არც მე არც ვიცოდი. კაი, გავიკეთოთ. ანუ ეს შეგიძლია გამოკაჩო. აუი, მე სინდისის ზარგზე გამარტივი და რაღაცა ცოტა შეგაცოთა სინდისი. პატარაზე გამართლა? ო, ძალიან წარი. ეს ნახი მაქვს საზამთროს ასე უჭერდა სკდება მერე და ხო, მაგრამ აკაკი საზამთრო არა. რაღაც სანამ წამყვან შეეცოდება და გენ არის ხო? არა, ძალიან ცუდი. ვაუჩისგან ნებისმიერი ბრენდის 100 ლარიანი ვაუჩერი. ეს ვინ გადააგდო? ეს მანახეთ ერთ ვინ გადააგდო. ვაუჩერი ალბათ იცით ხო? რა თქმა უნდა ვიცი. ვაუჩერების ონლაინ პლატფორმა შეხვალთ და ნებისმიერ ადგილას გააგზავნით სადაც გინდა, საიდანაც გინდა, შეგიძლიათ ფოტოც დაურთოთ, ტექსტიც და ციფრულად გაუგზავნოთ რამდენიმე წამში. თქვენს რამდენიმე წამში მოგივათ ტელეფონს. მადლობა. მე ვარ ისე წესები არ იცით? წესების თანახმად. კი ბატონო. რას მიშვებ? მაგადამ. რას მიშვებ? ვინ გადააგდო ისე მართლა ვაუჩერი? დავალება. დავალება. რატი ცოტნე. რატი და ცოტნეს არიდებული. აუ, ეგ მახსოვს საშინელება. ვნახოთ თვითონ ვიდეო მასალა. გაუგზავნე ვოისი მეგობარს. უთხარი რომ თქვენი საერთო მეგობრის ბაბუა გარდაიცვალა და რომ დაურეკოს და მიუსამძიმლოს. ძალიან ბოროტება. თუ გინდა. არა, ვოისი გეჩენე. ვის უგზავნი რო რაშვები? ანას უგზავნი ხაჩიძეს და ვეუნები რომ გუგუს ბაბუა გარდაიცვალა. აბა მაგნეთ. რა გავაკეთე? ანუ დაურეკო ჯობია მაგასაც. კი, დაურეკო. უფრო რთული არის და თუ შენ წინააღმდეგი არ ხარ შეგიდა ეგრე გაგვიკეთებია ვოისი რო ყოფილა დაურეკავს ვიღაცებს, იმიტომ რომ აი უყურებს ადამიანს და შოუ გაგვიკეთები. გამიკეთეს შოუ ალექს. თუ არ მოგეწონება მის საუბარი, შეგიძლია რეზინას გამოკაჩო. მოდი აქციელი. რამდენს ლაპარაკ. შუბლიზავი არ გაუჩნდა ხო ალექს ანი რა ვახარ? კარგად შენ? არა მიცუდი ამბავი მაქვს. რა? გუგუს გარდაეცვალა ბაბუა და რო დაურეკო და მიუსამძიმლო. გუგუს ბაბუა გარდაეცვალა? რა გიცი? ავტომატ სილებ. შენ გარდა მოდივაქრიოს ნაპაში. ხო, ასეთი ამბავია მოკლედ და. მოკლედ ბაბუა კავთის ხევში მე მგონი კავთის ხევში რო ყავ. აი მე. კაი. ხო, ცუდია მეც ახლა გავიგე და წასვლას ვაპირებ და ხო არ წამოხვალ შენ. დღეს ხო ცოტა გვიან ოღონდ რა მოგვიანებით რა. ჯერ დაურეკე მიდი. აი მიდი. აი დაურეკე მიდი არ დაგავიწყდეს ანა. კაი გადავურეკავ ხარ. მიდი.
რაცა ძალიან არწენია ხო იცი? შეება დიდი ბაბუები. ბაბუა! ესეთი ისი. რომელიო თარობით. ძალიან რთულად შესასრულებელი იყო ბიჭო, რაღაცნაირი ის არის რა დავალება და. მოდიში გუგუ იმედი არ მიწყებს ახლა, რა ვიცი. მოგითხო გუგუს. ბატონო უნდა მიწყინოს. იმედია გვიყურებს. ცუდი არაფერი გამიკეთები. ბაბუაც და გუგუც. რაღაცა არტიროდე. გასმომარაგო. კარგად არტიროდე. ო მინა აგიწია ზემოთ აგის ქონდა ხაზი თუ ჩავსვათ კალაპოჩის. მესამესაც თუ გავუკეთებ, შეიძლება Wi-Fi დავიჭირო. რაღაცა მეც პრიზი არ მეკუთვნი. აი პრიზია. საჯელი, შვენიერი პრიზი. კაი, ორი რუსკა რო ყავდა სტუმრად. მაგათმა გადააგდეს? კი, რუსკა არა, კარკაშაძე. ის ალბათ ერთ-ერთი არ გადააგდებული. ილი წყლით სავსე ტაშში ჩაალაგე ფეხები და იყავი ასე გადაცემის ბოლომდე. ეტაპობრივად წყლის გათბობაზე იზრუნებს წამყვანი. იქ მახსოვს რომ ეუნებოდი რომ აი რა უნდა გააკეთე. ერთი გადაგდების უფლება ხო მაქვს? აი აგდე? ხო, მაგრამ ეს აი მაშინ სტუმარმა მარტივესია. აშტში არის თბილი წყალი. რა თქმა უნდა ასრულებ. ვასრულებ. აქ წნევა ხო გიწევს ახლა რეზინარი მოჭერილი გაქვს და იმით თუ ტაშით უნდა დავარეგულიროთ. კაი, გავაკეთე. გამაჩინე ტაშში. ხო, კაი. ძალიან დიდი მადლობა. პირიქით, მადლობა რომ მოიფიქრე. ჩამიმატე წყალი. იზრუნებ. კარგად. აია. აია მართლა. ისეთი სასჯელი რომ წყალი შეგიდგა რაღაც. ეხლა რაზებრებული არ მომებს სას. არ ნერვიულო. თქვენ ტელეფონს თუ მართლა უყურებთ, განწყობის თეორიის შესახებ გეცოდინებთ, მაგრამ რაღაცა არც ერთი არ იყენებთ და. ხო. ახტება? აი არ ვიცი. ორი გადავამოწო მართლა უყურებთ თუ არა. განწყობის თეორია ჩართული გაქვს? გამოჩნდება ჩართული მაქვს. აი ეს იყოს მეტი. რიბაკი ბიჭების სასჯელი. რიბაკი ბიჭების სასჯელი, ოკეი. მაგრამ აინტერესებს რა იყო. ნახოთ ვიდეო. წაიღე ტორტი ჯიბებით. ეს არ ძალიან სასჯელი მიყავდა. თამა იქ რო ვიყავი მეთქი აი. ნეტამბელ წამომიღია ესმი ესე. ტორტი. მაგის საკამდე ტორტი. ცოდნა და რამდენიმე შეუკვეთა. მაგარი კაცი რატო არ იცი? ჩემი დეიდაშვილი შარვალი მაცვია. კი ბატონო. ჩემები გარეცხილია და შენსაც ჩავიცრონ თქო და კი. მე რა გინდა საჩუქრით დაუბრუნებ. შენი. პატარა კონიაკი აქეთა ჯიბეში და აუ ახლა იქნება. გაგეფუჭებს. რო გავიდე და კრიმპოლმა რო გამშმოროს. და ტორტი რო ჯიბეში. ტორტი რო მაქვს ჯიბეში. უეჭველი გადაგამოწმე. რაღაცა მოპარული განისეთი რაღაცა გაგი. განწყობის თეორიაზე რა სიტყვის? ვიცი მომისმენიამ ჯერა. აი ეს არის ასილარი. დავალება. აუ რა საშინელება. რა. ვანიკო და გრიგოლა რო ყავდა. აბა ნახოთ ვიდეო რა საშინელებაა. ჩეკინგი მამიდას ბორდელში. რა მამიდას ბორდელში დავჩეკინე? აქვს ჩეკინი იზებნება. უნდა დაჩეკინდე, ესე ვთქვათ, მამიდას ბოდიში ბორდელში. და ბორდელში და ნუ დათაგო ორი დაოჯახებული მეგობარი. შეხო დაოჯახებული ხარ? ხო, მაგრამ მე არ მეგობრებს. ბანო ხო დაოჯახებულია. ამ სასჯელს ვერ გავაკეთებ, ვერ დავჩეკინდები მამიდას ბორდელში. თუ გინდა მხოლოდ ორ დაოჯახებულ მეგობარს. უბრალოდ დათაგა. იმიტომ რომ ჩემი უღლე არის ორსულად, უკვე არის მერვე თვეში. ჩემი ცოლი კი გამიგებს და მიხვდება და რომ გადაობაა, მაგრამ თავის ნათესავები ვერ მიხვდებიან. ჩემი ნათესავები ვერ მიხვდებიან და ის ხალხი ვერ მიხვდება, ვინც არ მელოდება ბორდელში. და ამიტომ რომ ამას უბრალოდ ვერ შევა სხვა ყველა ვარიანტში შევასრულებდი, ბავშვი რო ერთი თვისია. სხვა თვალით დაგანახე, ხო, დავალებდი სასჯელები ამ ყველაფერი. კარგი, გადავაგდო და მაშინ ტორტი გაუნაწილე. დასაფასებელი. ახლა დასაფასებელი. ისევ შენი. ბიჭო, ასილარი ამოიღე. დავალება. დავალება ლიზი და როიალი რო ყავდა ტელეფონში სტუმრად, ლიზიმ გადააგდო. გადი TikTok-ის ლაივში და დაანონსე რომ დღეს საღამოს 22 საათზე ლაივი იქნება აბაზანიდან. ლოგიკურია ეს არტისტი და ამას როგორ გაიგებენ? ნათესავები. მე მგონი 10000 უნდა გადაცდე თუ 1000 უნდა გადაცდე. 16 გამომწერი მყავს. ამიტომ ვერ გავა ლაივში, მაგრამ ვიდეოს გადავიღებ და დავდებ. ველდანის ლაივში ხო შეგიძლია როგორ არ შეუძლია, მოიცე ერთი წუთი. მე აქ ის ხო არა, ის გადააგდო, ამას ვერ გავა. ისო მე აქ ტორტი მაგ ჯიბეში და რა ხო არ გარი. არა, დღადი რა. კაი გავალ ხო, მიდი გამოგუშული. გავდივარ ლაივში. პირველად გადიხარ ლაივში. პირველად გადივარ ლაივში ცხოვრებაში. ნერვიულ.
გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ველდანის გამომწერებო და ვინც უბრალოდ გულშემატკივრობთ და გვიყურებთ და არ გვიწერთ. მოკლედ დღეს 22 საათზე მექნება ლაივი აბაზანიდან და თუ რატომ ექნება ლაივი აბაზანიდან, ამას ლაივში გაიგებთ აბაზანიდან. მარტო იქნება. ეგ არის. შევასრულე. თუმცა შეხა ლაივებზე არ შეჯდა. ეს ხმა უნდა ისმოდეს. შესრულების შემდეგ. მოდი ეს იყოს რაც არის. დავალება. ბასტო გაბუ. და გაბუ. ბასტო გაბუ. დაურეკე მას უთხარი რომ გოგო გეტენება და რჩევა მოხდეს. რა კაია. დაურეკე. ორი ამბავია. დაურეკავ. მაგრამ თემა არის ასეთი. აბა ჩემი რამდენად მიპასუხებს ეგ არ ვიცი. შენ ეხლა რაღაცნაირად მიაწვდენ ხმას. მეორე ვაინტერესებს მეორე. როგორ არის თვითონ რა? ჯამთელად ხო არის, კარგად ხო არის. ან მეტენება რა იცი? უთხარი რომ რაღაცა ურთიერთობა მქონდა. არა, მე მეტენება წერია ეგ. მაგ სიტყვების გამო დაისაჯე. განწყობის თეორიას არ ეყენებთ ბიჭო. რო დიდი ხანი არ ამოს. ალიო. გესმის? ესე იგი რჩევა მჭირდება შენი. ბიჭო, ძალიან რთული ამბავი არის. რაღაცა გოგო მეტენება და რჩევას ვერ მოცემ? რა ვქნა რა, ვითხარი. აი, კაი, გასაგებია შენი მიდგომები ამ საკითხთან დაკავშირებით და მოვალ გაგესაუბრები მე. როგორი ოჯახს წინააღმდეგი არ არის რომ შეეტენოს ხო ვიღაც? გეწენება, აი. მოდი ეხა განწყობის თეორია. ეხა უფრო წეს ჯერა. და შეიძლება არა, გარჯერა. წესები იცი ხო ალბათ? აი, აქ არის 100. კი, სასჯელი. სოსო და კაკო რო უყავდა ვიდეოში, სოსო მაიცილა ერთ-ერთი სასჯელი და ის ამოვიდა. გლობალზე გავიდა კაკი. აი, შასი არა, შეჭამე კვერცხი ნაჭუჭიანა. ეგა მეგობნე. მოდი. აი და მან სანამ შეჭამ? სანამ შეჭამ, კაკო. კი არ მტკივანი შეჭამ ნაჭუჭიანად? შევჭამ. აბა რას ვიზამ? თქვენ გალაპარაკებთ? შენი მოფიქრებული ხომ არა? კი, და ვანო მიმტკიცებდა რომ შეუძლებელია მაგის გაკეთება და გაჩინე. კაი, გავაჩინე. კვერცხი. არა, ეს არა, ნამდვილი კვერცხი. აქ ხო შეჭამო ნაჭუჭიანად. ნაჭუჭიანად? რა გემრიელა ჩაგვიჩა? ვა, ბოლომდე ხო შეიძლება, ან ბოლომდე არ უნდა ვჭამო, არავინ არ ჭამდა ბოლომდე. ყველანაირ გადაცემა მაქვს. აუ, ხوار გადაო. ვიტამინები არის კანშიო ნათქვამი. კალცია. კალციის ბუდეა. ვადასაც ეწერა ის მომიჭამია. ისა, ბოლომდე ხო არ არის საჭირო? კარგი, მაშინ ბოლომდე თუ არ არის საჭირო, დარეკვა რომ მიწევს ზარს გაუშვი. არა, არავინ არ ჭამს ბოლომდე. ოკეი. ლიზი და როიალის სასჯელი. ნახოთ აბა ლიზი და. ბრილიანტებზე ხელების გარეშე იპოვე რკინის ლარიანი. ჩვენიერი. მოიტანე. მოდიათა. შენ ნებისმიერი რეაქცია აკო ჩემში იწევს ზიზღს. დაფიქრდი. კინაზე ალერგია ხო არ გაქვს? არა, პირიქით. ქვილი და რკინის ლარიანი მასში. კი ბატონო, როგორც ხედავთ, არ ჩანს ლარიანი და უნდა იპოვო და რა თქმა უნდა დაგერიცხება ლიდერ კარტზე ეს ლარიანი. ბევრი ის ახალი ლარიანია, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი ეს. კი, ის არის საკოლექციო ლარიანი. მარტივად მოძებნა მართლა ვიცი როგორ არის, სული უნდა შეუბერო, უბრალოდ არ ვიკადრებ. კითხვა არ ესნა შეუბერო. არ ვიკადრებ. ძალიან გაიათვარე იქნება. პირიქით. ეგ მეთოდი რო. მოძებნე. დინ, ესე თუ ლარი არ რჩევას ხوار მიცემ. ლარიანი რო იპოვოს. და დღეს გახედე იქით. ხო რა მოიყო ვინო? არა, მორიცხული. არა. მოიზილა ფქვილი შეება? აგერა. აი, კი, აი, იპოვა. ეხლა გადაახურდავე ცხვირი. იპოვა. კარგია. რა გადაცემა, პირველი ის იყო, რა ქვია, თანხა რომელიც ამოვიდა. ლარიანი. შენ, ბოლო. ძალიან ჯერა. მე სერიოზულად, მართლა მჯერა. თვალებს შემოხედე. აი ხომ განვეწყობ ერთ წამით. განვეწყობ შემოხედე თვალებს. 100 ლარიანს ამოიღებ? ამოვიღებ 100 ლარიანს. არა, განწყობა არაფერს. აი ამაში არის 100 ლარი. დავალება. აუ რა ის არის რა, ტოპე
ტოპეს დავალება ტოპე. მეგობარს გაუგზავნე ვოისი და უთხარი არ გაგიტყდეს, მაგრამ რასაც ცხოვრებაში წარმოადგენ ყველაფერი ჩემი დასახურებაა. სასჯელი არ დაგვაქვს. სასჯელი არ დაგვაქვს. ეხლა რომ მივწერო მეგობარს, ან გაუგზავნო ვოისი მეგობარს რა, მიხვდება ეგრევე რომ ვეღადავები. ამიტომ გაუგზავნე ყოფილ თანამშრომელს, ვისთან ერთად მუშაობდი, რო წამოვედი. ხო, რო წამოვედი, ისე დარჩა მუშაობდი რომ ვერ მიხვდება რომ ვეღადავი. მიხვდება, მაგრამ ცოტა ხანი იფიქრებს. ცოტა ხანი იფიქრებს რა. გიო, გამარჯობა, როგორ ხარ? აშვები ხუსკი. ხო ხარ ძველებურად. ბიჭო, რა ხდება? რა ამბავია, როგორა საქმე? რამე ხო არ შეცვლილა და რა მინდა იცი გითხრა? ჩვენ ეხლა რაღაც აღარ ვარ თანამშრომლები, მაგრამ შენ თუ მაგ აგზელებ მუშაობას, იცოდე რომ რაღაცებს ჩემით მიაღწიე და ეგ არ დაგავიწყდეს. ნახათ, ნახოთ რას მოგწევს. ალექს ნავიც თუ ახლა ესეთ რაღაცას გეტყვი მე, ხო. შენ ახლა ასლას თუ არ ამოიღე, აი, იმიდან რა ქვია ბარათი. მე თეორიის კურსს წვეთ სტუდენტებს უშევ სახში და განწყობის თეორიის ზოგადად ხსენება აღარ იქნება ტელეფონში. აუ ძალიან შემრცხვა, ისე შემრცხვა რომ ფეხები ხო ცივწყალში მაგ და ყურები მიხურს შენ. ხუსკი, მოიცა ხუსკი რაღაცა მოგწერა ვოისიდან. ვოისმიროთ. ეს ვიზა ვაგაგუშკეში რა ვახარც მას ვინეცვალი. ბიჭო, რავი არაფერი აქ ძვლებურად რა, არ ვიცი არაფერი სიახლე არ არის, კაროჩი. რა ვიცი, მაგას არასდროს არ დაგივიწყებ შეგვეჭით. აუ რა საყვარელია, იმენა ძალი ხალხა. ჩათლახი კაცი. არა, არ ვიცი. კაი, ოკეი. აუ რა. არბიტრო დასწრეს და არბიტრო. ოპა. ასილარი! კარიერა გადამირჩინე ალექს. ასილარი, პრიზი ნიშნავს რომ შენ შენაგზელებ. დიდი შანსი გაქვს რომ ისევ ასილარი ამოიღო და ამით შენი ბიუჯეტი 200 ლარით გაიზრდება. დავალება. დავალება. ანუ შენი გაიზრდება. ესე იგი. დავალება სოსოს დავალება არის. სოსო დედამიწის გარშემო. გარეკე ტურისტულ კომპანიაში გამოკითხე ტურის დეტალები უნიტაზის ჩარესხვის ხმის ფონზე. აი შენთან დარეკო შენ. კი ბატონო. მე არ გადავარ. კონტა იმას უფლება. უნიტაზის ხმით თუ ავარ უზრუნველყოფილი მე ამას დავი. დილით მეცევრად ჩავიწერე ვოისით. გამარჯობა. ტურები მაინტერესებს პარიზეს თუ გაქვთ? კი, რა თქმა უნდა, შემიძლია შევხსნათ. უბრალოდ ახლა სამშაბათ საათი არის და ნომერი რომ თავი მისდა დავშალოთ და გავშვიდეთ. უბრალოდ დეტალები მაინტერესებდა. ჯგუფური ტური თუ გაქვთ, ანუ რამე კორპორატიული შეთავაზებები თუ გაქვთ, ანუ მსგავსი რაღაცეები. საერთოდ რომ ჯგუფზე შეახდინოთ ტური, ამაში დახვევა შემიძლია თუმცა ჯგუფური ტური გადაგებული ჩვენი მხრიდან არ არის. კარგით, მადლობა. სოსოს მოვიკითხავ. შენი გადაგდებულია სხვათა შორის მე არაფერში ვაში ვარ. ეხლა რო ასილარი არ მოვიღო. ტაშტიდან მომიყვანე. ტაშტიდან მივდივარ, ესე უნდა გეტყვი. ყველა ერთნაირია ვერ ამოვარჩევ მართლა. ეს იქნება, ხო? ეს, ნახოთ. ასილარი! აბა აჭარული წაიცე კვე წყალში. კი ბატონო. კიდე ჩემია, ხო? ისევ ასილარი, ბრავო. კიდე ეგ არის? ორი ნიშნავს რომ აკაკი ტაშში რჩება, შენ კი საშუალება გაქვს რომ რეზინა გამოგქაჩო და ამით გაამწარო. მაგას ნიშნავდა თავისთავად ორი ასილარი. ერთი ასილარი ხო დარჩენილი? ასილარი! ეს რა თუმცა ვაუჩერია დარჩენილი. პრიზი ნიშნავს რომ ისევ შენაგზელებ და ნახოთ ეხლა რა ამოვა. ხოლმე თავიდან ვერ ამოვიღეთ და. აი ბოლო იყოს რაც არის. დავალება. ტანჯულა. ინსტაგრამზე პირველივე შემხედრი გოგონას პროფილიდან წამყვანი შეარჩევს ფოტოს. გადაიღე ფოტო ზუსტად იმავე პოზაში და ატვირთე შენს ინსტაგრამს. შენელი. შენთან პოზები კარგად. შევდივართ ინსტაგრამზე. შენ რეკორდები ჩართე? პირველივე შემხედრა. მოდი ერთად დავარჩი. შევდივართ. ამე ცუდია ურჩი. ეს ზუსტად ესეთივე უნდა გადაიღო და ატვირთო შენს ინსტაგრამზე. მე ვერ გადავიღებ თან ასახელებს. მე გადაგიღე. აგონტო ნახე. ტუჩები და მთელი ამბები. როგორ აქ იმას უბრალოდ ნახე? კი. დაუშ. ალექსანდრე ტოფურია ხარ ეხა. ფილტრი ხო არ დავადო რომ ხო არ გაგისწორდება. თქვენ ხო არ გაგისწორდება. არა, შენ თუ ლაიქები თუ გინდა წამოვიდეს, მე მგონი ესეც საკმარისი. ცო? კი. შესრულებული არა? შესრულებული არაჩვეულებრივი და ხოჭა. რა ჩემი ის არის? დარჩა ორი ბარათი და ერჩიო რომელს აიღებ.
სასჯელი. სასჯელი ტეტრისი ბენი. ბენიმ გადააგდო. ერთი ბარათი დარჩა, ეს არის ვაუჩერისგან ნებისმიერ ბენს 100 ლარიანი ვაუჩერი, უკვე 200 ლარიანი გახდა ამით. გილოცავ, შეფალ ვაუჩერიზე ნებისმიერ ბენს აარჩევ და 200 ლარიანი ვაუჩერი მოგივა ციფრულად არაჩვეულებრივ ტელეფონზე, რომლის кейსზეც აწერია ფუტბარი. დიდი მადლობა. ნაყის გისვამ სახეზე და ძაღლი აი თურმე ძაღლი რატო ყოფილა? შეიძლება ითქვას რომ გადარჩი, ხო? მაგრამ მე ჯიბეში ტორტი სახეზე ნაყინი უკვე ახლა სერიოზულად გეუბნები ძაღლის ფობია. კი, მაგრამ ჩემი ძაღლია და ჩვენ რა შეგვიძლია იცი რომ რეზინი გამოვწიოთ და ნაყინი შიგნით დავამაგროთ ამაზე. ეგ ჭიანურია. შევასრულებ აბა რას ვიზამ. შენ ჩემი ძაღლი ძაღლისთვის კი ნეტარება. სიურპრიზი. მოკლედ ახლა ნაყინს მოგცემთ. სახეზე მიიმაგრე და მიხედე შენ ძაღლსაც, შენ ნაყინსაც და ზოგადად შენ შოუს მიხედე. შენ შოუს მიხედე. ოკეი. 500 ლარი 200 ლარიანი ვაუჩერი, მე მგონი ძალიან ნორმალურად გადანაწილდა ეს ყველაფერი და პლუს ნაყინი, რომელიც შენი ძაღლისთვის ესე ვთქვათ არ გვენანება. ახლა რო გაახალგაზრდავდეს. რაღაც რო აღმოვაჩინოთ, რომ ნაყინით შეიძლება მეტი არ გემედება შენი ძაღლისთვის. არ შეიძლება. სახიდან არ შეიძლება არ ჭამოს. აქეთ. მოდი. მოდი. ესე შეჭამ. ესე გავალოკინო. არა. ნუ რა შემეძლო შევასო ძაღმარი კადრა უბრალოდ თორე მე ვიკადრე. მაგას თულეს იყო როგორ მოგეწონათ? რა შტაბეჭდირებები გაქვთ თქვენგან დავიწყებ? მე ძალიან მომეწონა, მაგრამ ზოგი ისეთი სასჯელი და დავალება იყო, რომ გამიკვირდა რატო თქვენს უარი. არა, იქ რა იყო, იცი, აირჩიეს უბრალოდ ორი ბარათი. დავალება და სასჯელი იყო ადრე ფორმატი იყო ეგეთი. აბა ისეთი არ ყოფილა, მე უფრო უარესებს ველოდებოდი, სიმართლე რო გითხრათ. კარგი, სცენარისტებს ვეთქვი და უფრო გართულებე შემდეგში. თქვენ სიტყვით როგორი ყოფილა სხვის ნაჭუჭში ყოფნა, რომელიც შეჭამეთ? 500 ლარს არ დავხარჯავ არ მეკითხები? ჯერ როგორ მოგეწონა? ანუ მომეწონა სტუმრობა უფრო ადვილია, ვიდრე კამერების უკან ყოფნა ჩემი აზრით და ნერვიულობა. ფიქრობ რომ საინტერესო გამოვიდა, ფიქრობ რომ საახალისო იყო და ამის გამო რა უნაკნეს მაყურებელს. მაყურებელმა უნდა გამოიწინოს ველდანი, ფუტბარი და ყველაფერი. კომენტარებში თუ მოგეწონათ ჩვენი სტუმრობა, უნდა დაგვიწეროთ რომ მოგვეწონათ. და კიდე მოვალთ. ეს მასაც თქმა გამოიწერა. გამოიწეროთ არ. ასკაზე როდის გეგმით ასვლას? ვიზია ის დამოკიდებული. ასკაზე რო ვალ 100 კილომეტრს ვივით ფეხით. ამ წავალ და სანამ 100 კილომეტრს არ გავივლი არ გავჩერდი. არა, რეალურად თუ უყურებენ გამოწერილი არ აქვს არხი და ვიდეოები და რაღაცა. ძალიან ხო რა, ჩვენ ძალიან დაგვეხმარებით და ბატონო. გამოიწერეთ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა რომ ამდენი ხანი ვიყურა ხალხმა და აი რამდენი ხანი ამას თქვენ თვითონ მიხვდებით როცა დავამონტაჟებთ. კარგი, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვით მართლა. მადლობა შენში გამძლეობის. აშტიდან ამოვიყვანოთ რა. ესე წამიყვანეთ.